საქართველოს დამოუკიდებლობის გზა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, სისხლიანია, მტკივნეულია და მით უფრო ძალიან გულსატკენია, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთიანი და მთლიანი და არც რეალურად დამოუკიდებელი. მე ვუსმენდი ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური დამოუკიდებლობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლებაც და ყველა სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს გარკვეულწილად სუვერენიტეტი შეზღუდული, მაგრამ ის, რაც დღეს საქართველოს ჭირს, ეს ნამდვილად ძალიან შორს არის რეალური დამოუკიდებლობისაგან. ჩვენ არა გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. დღეს ქვეყანა ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც სჭირდება სხვა სახელმწიფოებს და რომელიც რეალურად ჩვენი ინტერესების განხორციელებისაკენ არ არის მიმართული. დღეს პრაქტიკულად საქართველოს უცხოეთიდან მართავენ და არა საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის კაბინეტებიდან და დღეს ჩვენ არა ვართ ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო. სამწუხაროდ დღეს უდიდესი პრობლემაა აფხაზეთი და სამაჩაბლო და ჩვენ არათუ არ ვუახლოვდებით ამ პრობლემების მოგვარებას, არამედ ყოველდღიურად ვშორდებით. დღევანდელი ხელისუფლება პრაქტიკულად აგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს საბოლოო დაკარგვის პოლიტიკა ჰქვია, ხოლო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე კი საქართველო ვერასოდეს ვერ იქნება რეალურად დამოუკიდებელი, ვერასოდეს ვერ იქნება რეალურად სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ თუ გვინდა ამერიკის შტატი ვიყოთ, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ გარკვეულ წარმატებებზე, თუმცა არც ამ მიმართულებით გვაქვს დიდი წარმატებები. ჩვენ გვინდა რომ რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ, მაშინ რადიკალურად განსხვავებული ნაბიჯებია გადასაგები. ქალბატონ ნინო, ყოველთვის ბუნებრივია, მით უმეტეს როდესაც დამოუკიდებლობაზე არის საუბარი, ყოველთვის შეგახსენებთ ნებისმიერი ჟურნალისტი, მაგალითად თქვენს